ქუთაისში ავტომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. დაკავებულია 14 წლის გოგო, რომელმაც სახლიდან მანქანა დაუკითხავად წაიყვანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილში 4 მოზარდი იმყოფებოდა. გარდაცვლილი არასრულწლოვანი კი ჩაწეულ ფანჯარაზე იჯდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. 16 წლის მოზარდი კი ქუჩაში გადავარდა და ავტომობილმა გადაუარა. სხვა 3 ბავშვის სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. კახეთში მამას არასრულწლოვანი შვილი შესაძლო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მთავარი ამბები კახეთიდან წერს, რომ 35 წლის კაცი ოჯახური ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. გამოცემის ცნობით, დანაშაულის კვალიფიკაციისა და ბრალის ზუსტი ფორმულირების დასადგენად 14 წლის გოგონა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. სპეცოპერაცია მესტიაში ამოღებულია 148 ეგრეთ წოდებული მაინერი. კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები 6 სხვადასხვა ლოკაციაზე იყო განთავსებული. გამოძიების მიხედვით, მაინერებისთვის ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას უკანონოდ მოიხმარდნენ და ციფრული ვალუტის გენერირებით არალეგალურ შემოსავლებს იღებდნენ. გვარში გადავარდნილ ავტომობილსა და მის მძღოლს მეორე დღე აეძებენ. მანქანას 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძე მართავდა. ავტომობილი მდინარეში სავარაუდოდ უკნიდან შეჯახების გამო გადავარდა. ზებნაშორის ოპერაციაში ასობით მაშვენია ჩართული.